რიყე 2012 წელს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრი ხდება. რიყის როგორც ქალაქის ისტორიული ნაწილის კომპლექსური განვითარების კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება. მერის პროგრამა რამდენიმე მასშტაბური პროექტისგან შედგება, მათ შორის მნიშვნელოვანია რიყის პარკის ლანდშაფტური არქიტექტურა. პარკს ექნება რეკრეაციული ფუნქცია, მოეწყობა მუსიკალური თეატრი და დიდი საგამოფენო ან საკონცერტო დარბაზი. მუსიკალური თეატრის პროექტი იტალიელ არქიტექტორს ეკუთვნის ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე 320 მანქანისთვის გათვალისწინებული მიწისქვეშა ავტოსადგომი. 10 ჰექტარ ფართობზე განთავსებულ საქართველოს რუკის ფორმის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. კეთდება ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, მცირე არხები და ტბები, ატრაქციონები, საბავშვო და სპორტული მოედნები და ამფითეატრი. რიყის პარკში დამონტაჟდება სამგამზომილებიანი მოძრავი მუსიკალური შადრევანი. მშვიდობის ხიდი რიყის პარკს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და აბანო უბანთან დააკავშირებს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ქალაქის ვიცე-მერი გაეცნო. პარკს უკავია რიყის ძირითადი ტერიტორია და ეს არის სულთა რეკრეაციული, გასართობი, დასასვენებელი საშუალება თბილისელებისთვის და ტურისტებისთვის, სადაც დღის საკმაო მონაკვეთი შეიძლება ყველა მოსულმა გაატაროს. გარდა ამისა, მას აქვს მნიშვნელოვანი ურბანული დატვირთვა, რადგან პარკის ყველა შემადგენელ ნაწილთან ერთად ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ურბანული საკითხის ჩავრთეთ, რომლის საშუალებითაც მოხერხდა ამ პარკში დასვენებასთან ერთად თბილისელებს და ტურისტებს ჰქონდეთ უმოკლესი მანძილები დაუკავშირდნენ თბილისის სხვადასხვა ისტორიულ უბანს. არის მოსასვენებელი სხვადასხვა ფუნქციურად სხვადასხვა ტიპის ადგილებია მოხუცებისთვის, ბავშვებისთვის, იქნება საბავშვო მოედანი მინი ატრაქციონებით, იქნება სავარჯიშო მოედანი, სადაც დილას შეუძლია ვისაც გამოჯანსაღებელი ვარჯიშის სურვილი აქვს დილაობით მოვიდეს და ივარჯიშოს. მოხუცებისათვის იქნება ცალკე მოედანი, თავშეყრის ადგილი, მაგიდები არის აიქეთ კახეთის რეგიონში და სკამები. ესეთი ატმოსფეროა საკმაოდ საინტერესო, ლამაზი, მიმზიდველი.